Jubilar Novაზე სურს გავაგრძელოთ საუბარი გადაცემის ამ ნაწილში. მით უმეტეს 19 წლის დაბადების დღეს მილოცვებს საქართველოს უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანება, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაც უერთდება, რომლის წევრებიც გუშინ თბილისში მდებარე Novas showroom-ს ესტუმრნენ, რომელიც სხვათა შორის უკვე 30,000-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აერთიანებს. BAG-ის წარმომადგენლები კომპანიის დირექტორსაც გაესაუბრნენ მიღწეულ შედეგებსა და იმ გეგმებს, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე კიდევ უფრო გაფართოვებას და Novas წარმოების გაძლიერებას მოიაზრებს. Კიდევ უფრო ვრცლად და დეტალურად ბიზნეს ასოციაციისა და Novas ურთიერთობაზე, ისევე როგორც სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებლისა და იმპორტიორის 19 წლიან ისტორიაზე გიყვებით ჩვენი ვიდეო ისტორიიდან. 9 ფილიალი ქვეყნის მასშტაბით 30,000-მდე დასახელების პროდუქტი 400-ზე მეტი პარტნიორი და 1100 დასაქმებული. ასეთია Novas 19 წლიანი ისტორიის მთავარი რიცხვები. თუმცა ამ მასშტაბზე გასვლამდე, ამ თამასის აწევამდე იყო დიდი გზა და ბევრი ამბავი. ისტორია 5 მეგობრის, რომლებსაც 2006 წელს გაუჩნდათ ამბიცია სამშენებლო და სარემონტო მასალების ინდუსტრია განვითარების სრულიად ახალ რელსებზე გადაიყვანათ და ყველა საჭირო პროდუქტი ქართველებისთვის სამშობლოშივე ხელმისაწვდომი გაეხადათ. მიზანსაც მიაღწიეს და კიდევ უფრო შორსაც წავიდნენ. 19 წლის განმავლობაში Nova არც ერთ დროსა და ეტაპზე არ გაჩერებულა. იზრდებოდა, ვითარდებოდა, მის წარმატების ისტორიას ახალი თავები ემატებოდა. დროსთან ერთად მსხვილ ბიზნესად გადაიქცა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრიც გახდა. როგორც ამბობენ, BAG მათთვის ახალი ბიზნეს შესაძლებლობების გაჩენასთან ერთად გამოწვევების მარტივად გადალახვის გარანტია. ძალიან მნიშვნელოვანი რგოლია BAG ბიზნესის და სახელმწიფოს შორის, რომელიც სწორად არეგულირებს მოკლედ ამ ინსტიტუციების ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რგოლების ერთმანეთთან სწორ თანამშრომლობას. BAG-სთან ჩვენ დიდი ხანია თანამშრომლობთ, არაერთი პროექტი გაგვიკეთებია ერთობლივად. ეს გუნდი ჩვენი მოკლედ შეერთების შემდგომ კიდევ უფრო გაიზარდა მნიშვნელოვნად და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ასოციაცია და Nova ერთობლივად კიდევ ბევრ კარგ რაღაცებს გააკეთებენ ჩვენი ქვეყნისთვის. სამშენებლო ნაწილში ელექტრონული პროდუქცია და ამავდროულად უფრო და უფრო მეტად ექვემდებარება გარკვეულ სტანდარტებს, რეგულაციებს და ამავდროულად და ჩვენი მისიაც ასოციაციის სწორედ ეს არის, რომ კომპანიებს დროულად მიაწოდონ აი ეს გარდამავალი ეტაპისთვის რომ მოემზადონ და შესაბამისად იცოდნენ, რომ რა პროდუქცია, საიდან, რა სერტიფიკატებით, რა სტანდარტებით შეიძლება შემოიტანონ, როგორ შეიძლება ადგილზე აწარმოონ, ეს ყველაფერი არის უკვე რეგლამენტირებული ტექნიკურ სტანდარტებში და შესაბამისად ამისათვის ჩვენი მისიაა, რომ კომპანიას ჰქონდეს სწორი და დროული ინფორმაცია ადაპტაციისთვის. სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი და რეალიზატორი საქართველოში. ეს სტატუსი ოპერირებიდან მალევე გახდა Novas საქმიანი ცხოვრების მთავარი თანამგზავრი, თუმცა ამბიცია სხვა რეგალიასაც ითხოვდა. დამფუძნებლების მიზანი იმპორტი ადგილობრივი პროდუქტით ჩაენაცვლებინათ მიღწეულია და მეტიც. Novas მიერ შექმნილი სრულად და ბოლომდე ქართული პროდუქტი მარტო იმპორტს კი არ ანაცვლებს, გარკვეული მიმართულებით ქვეყნის ფარგლებს მიღმაც იყიდება. Novas გადაწყვიტა დაეწყო წარმოება და 2011 წელს შეიქმნა პირველი საწარმოო ხაზი თბილისში და ეს იყო თუნუქის გადახურვის მასალების მიმართულებით, სადაც მოკლედ დავინახეთ პირველი ეშხი ქართული წარმოების, რამაც შეძლო რომ ჩაენაცვლებინა იმპორტირებული პროდუქტები. 2011 წლიდან მოყოლებული კომპანია მუდმივად თითქმის ყოველწლიურად აამატებს საწარმოო მიმართულებს და საწარმოო ხაზებს. თავარი არის, რომ კომპანია, რომელიც იწყებოდა პრაქტიკულად ნოლიდან, იწყებოდა რამოდენიმე დამფუძნებლის აქტიური ჩართულობით, იწყებოდა იმპორტით, იწყებოდა ძალიან წირი, ასე ვთქვათ, პროდუქციით, რომელიც ბაზარზე შეიძლება იმ მომენტში მიეწოდებინათ, დღეს არის წარმოდგენილი უზარმაზარი ასორტიმენტით და რაც თავარია წარმოდგენილია საკუთარი წარმოებით. იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკაში დამატებით ღირებული მეტად შეიქმნას. 2010-იან წლებში ჯერ სასახურავო მასალების წარმოება იყო. მოგვიანებით თაბაში მუყაოს პროფილები და პოლიეთილენის წყლის ავზები. Novas განვითარების ტემპი არც შემდეგ შეცვლილა. რეგიონში პირველი კომპანიაც გახდა, რომელმაც XPS-ის საიზოლაციო მასალის წარმოება დაიწყო. შავი ლითონიც დაემატა ბრენდის საწარმოო პორტფელს, ისევე როგორც ადგილობრივი ბაზარი Novas ბრენდის ქვეშ წარმოებული ქართული წებო ცემენტითაც გაჯერდა. ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა კომპანიისთვის. ეს არის ბეტეკის წებოცემენტების წარმოება საქართველოში. ისტორიულად Nova იყო ამ ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და 2023 წელს საქართველოში ჩვენ დავიწყეთ წებოცემენტების წარმოება ლიცენზიის ქვეშ. მივიღეთ ლიცენზია იაპონური კომპანია Nippon Paint-ისგან, რომ საქართველოში გვეწარმოებია ეს პროდუქცია სწორედ იაპონური ხარისხით და სტანდარტებით, სადაც მოკლედ მისი რეცეპტები და ძირითადი შემადგენელი სწორედ მათ მიერ არის განსაზღვრული და მათ შექმნილი
შექმნილ ლაბორატორიაში ჩვენ ყოველდღურად ვამოწევთ მის ხარისხს. წარმატებასთან ერთად გაფართოების საჭიროებაც დადგა. თბილისის შემდეგ ბათუმი აირჩიეს, რითაც ტურისტულთან ერთად ქალაქის საწარმოო პოტენციალსაც ხაზი გაუსვეს. სწორედ ზღვისპირა ქალაქში შეიქმნა სამშენებლო და სარემონტო მასალების მიმართულებით სამხრეთ კავკასიაში უმსხვილესი საწარმო, სადაც 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი იწარმოება. სულ ცოტა ხნის წინ საწარმოო ქალაქების პორტფელს ქუთაისით შემატეს. ჯამურად სამივე საწარმოს ერთობლივი წლიური წარმადობა 60,000 ტონას აღემატება. დღესდღეობით ნოვა სიმძლავრეების 60% არის ათვისებული, შესაბამისად არსებობს წარმოების სიმძლავრეების გამოყენების კიდევ უფრო მეტი რესურსი, შესაბამისად არსებობს რესურსი, რომ კიდევ უფრო მეტად ჩავკეტოთ იმპორტი საქართველოში და გავზარდოთ ექსპორტი ჩვენი ქვეყნიდან. ჩვენი ამოცანა, ნოვას ამოცანა არის, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს იმპორტი იმ მიმართულებებში, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ, რადგან ნოვას გუნდს და ჩვენ გონია, რომ წარმოება არის სწორედ ის ქვაკუთხედი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების. სრულ იმპორტს, რა თქმა უნდა, ჯობია, რომ ჩვენ ვაწარმოოთ, ადგილზე ადამიანები დასაქმდნენ, დამატებით ღირებულება იყოს, გადასახადები ბიუჯეტში შევიდეს და საბოლოო ჯამში ადგილობრივი წარმოების პროდუქცია მიეწოდეს ჩვენს ბაზარს. მე ვფიქრობ, ნოვა ამაში ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერია, როცა ჩვენ საუბრობთ სამშენებლო მასალებზე, კონკრეტული ტიპის პროდუქცია, რომელიც მარტო ნოვას აქვს თავის წარმოების ნაწილში და ეს რა თქმა უნდა არის მისასალმებელი, რომ კომპანია თავის ადგილს აი ამ ნაწილში ძალიან აქტიურად პოულობს. შეუჩერებელი წინსვლა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინოვაციების მუდმივ ავანგარდში ყოფნა, დივერსიფიცირება პროდუქტებსა და წარმოებაში. ბიზნეს ასოციაციის წევრის მიზნები ამ სტატუსის შესაფერისად ერთდროულად რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებასა და ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქტის სრულფასოვან რეალიზებას.